დილამშვიდობის მეგობრებო, ეხლა საბურთალოზე მოვდივარ, ჩემს სახთან არის კაზინე. ხშირად მიწევს, მაგრამ რამ გასვლა. ერთი ადამიანს შევხვდი შემთხვევით, რომელიც გამოსული კაზინოდან და ვიღაცასთან ლაპარაკობდა რა, მოკლედ, იმაზე, ტელეფონზე. და აი დიალოგი მოვისმინე, უბრალოდ როგორი განმეტებით ხოვდა თანხას. აი განმეტებით ხოვდა იმას, რომ ვიღაცას დაერიცხა მისთვის თანხა და ეს როგორ უმტკიცებდა, რომ აუცილებლად რაღაც საღამოს დაურიცხავ და დაფიცება, დაგინება, ბავშვის დაფიცება. აი ადამიანს რო უყურებდი, როგორი შეპყრობილი იყო იმით, რომ ეს თანხა მოეპოვებინა და ისევ შესულიყო შიგნით. როგორი ემოციებს დებდა მეგობრებო, ნუ ეხლა არაფერი ისეთი არის გამკვირვებია, ეს არ არის პირველი შემთხვევა და 1000. ვისაც უთამაშია, ყველა ყოფილა ალბათ დამასკაში და ყველა ყოფილა ემოციებში. მე უბრალოდ ისი გაზიარება მინდა მეგობრებო, იცი რა მხელა ემოციას, შრომას, თავდადებას დებს ადამიანი, რომ სათამაშო ფული იშოვოს. შენ არ გასოვანი. ხო, რამხელას ხო ვინც მისმენს, თუნდაც ნარკოდამოკიდებული ადამიანიც აიღოს, ხო, რამდენ შრომას დებს იმაში, რომ იშოვოს. და ყოველთვის ვიძახი მეგობრებო, გამოჯამთელებაში იმის 30% რო ჩადო ენერგია, შრომა, მონდომება, ყველაფერი გამოგივა. მაგრამ როდესაც არ მინდა, ყოველთვის არის მიზეზები. ამიტომ ეხლა იდეალური რაღაც ის კადრი დავიჭირე ადამიანის, როდესაც რაღაცა უნდა, როგორ ყველაფერს აკეთებს. ნუ ეხლა ჩაურიცხავ თუ არ ჩაურიცხავ, არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორ იმდომებდა ადამიანი, რომ ის ფული ეშოვა. ამიტომ ყოველთვის ვიძახი, რა გავაკეთოს, როცა მეუნებიან. დახმარება ითხოვოთ. ხო, თხოვლობ დახმარებას ზახოდის ფულზე, სლოტების ფულზე. იგივე გააკეთე ზუსტად, ოღონდ ზახოდი და სლოტების მაგალითად გამოჯამთელება ჩასვისით. და ის მთელი ემოციები, მთელი მონდომება ჩადელი. მე გპირდები, რომ გაუცილებლად დაგეხმარება ნებისმიერი შენი ახლობელი, თუ ამას ესე გულწრფელად გააკეთე. მე გისურვებ მეგობრებო, ყველას მშვიდ და პოზიტიურ დღეს.